მოგესალმებით, ჩემო ძველ ფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ტრადიციულად დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე კვირის ენერგიები, ან რა გელით ახლო მომავალში, ამ ერთი კვირის განმავლობაში 2 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით. ვარიანტი გვექნება სულ 2, პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი. და პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით ნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. სინათლეს ცოტათი გავასწორებ. ნახოთ აბა, რა არის პირველ ვარიანტს 2 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს 2 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი მგონი კარგად ჩანს, კი ბატონო. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ, რომელი ქვაც, რომელი არკანიც. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც, სანამ მე აქ სინათლეს ვასწორებ. კარგი, და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით თქვენს არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ამოირჩია აი ეს ქვა. და აქ ამოვიდა არკანი თასების 4-იანი. უპირველეს ყოვლისა, კვირის დასაწყისში ნამდვილად შესაძლოა იყოს გარკვეული აპათიური მდგომარეობა, შინაგანი ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური კრიზისი, ამისი რაღაც ბრჭყალებში light ფორმა. თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშინდეთ. იცით, ყოველი ემოცია არის ბუნებრივი და არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი ემოცია არ უნდა იყოს ჩახშობილი ჩვენში, ყოველი ემოცია უნდა იყოს დამუშავებული ან გამოხატული, ხო? რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვინმეზე ბრაზდებით რაღაც ცუდი უნდა გავუკეთოთ, ხო? მაგრამ აი ამ შემთხვევაში აპათია. მე იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ცუდად უნდა გრძნობდეთ თავს ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ აპათიური მდგომარეობა ხანდახან ნორმალური არის, იმიტომ რომ აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში მე თქვენ გირჩევდით იმას, რომ მეტად ყურადღება მიაქციოთ დასვენებას და მეტად დაისვენოთ, იმიტომ რომ აქ ცოტა ისეთი ენერგიები გვაქვს. აი თითქოს გადაღლილი ხართ მენტალურად, გადაღლილი გაქვთ ფსიქიკა მდგომარეობა და იმითაც რაც უკვე გაქვთ ისედაც იმითაც ვერ ტკბებით. და იცით, სამყაროში მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა, მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ვიბრაციული ემოცია არის. ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერები იმისთვის, რაც უკვე გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა განვითარდეთ და წინ არ უნდა წავიდეთ, როგორც ზოგს გონია ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ არ არის აუცილებელი რაღაც მომენტებში მადლიერება დააძალოთ საკუთარ თავს. ხვდებით, ხო? ამიტომაც პირველ რიგში კვირის დასაწყისში გირჩევდით იმას, რომ დაისვენოთ და შემდგომ ნელ-ნელა შეახსენოთ საკუთარ თავს ის თუ რა გაქვთ თქვენს რეალობაში, რა გახარებთ და რა გაბედნიერებთ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა არის პირველ ვარიანტს 2 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით. არკანი ხმლების დედოფალი, არკანი ხმლების რვიანი და არკანი თასების დედოფალი. გარკვეული მენტალური ბლოკები ჩანს აქ. და თანაც შეხედეთ, აქ 2 დედოფალი ამოვიდა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, პირდაპირ გეტყვით, თქვენ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე თქვენ გოგონიათ, ასევე თქვენი ინტუიციაც საკმაოდ ძლიერი არის და საკმაოდ მძლავრი არის. და იცით, კარგად უნდა დააკვირდეთ პირველ რიგში, ვის შემოუშვებთ თქვენს სივრცეში, განსაკუთრებით ამ ერთი კვირის განმავლობაში და ვის არა, იმიტომ რომ ყველა ნამდვილად არ იმსახურებს არც თქვენს ყურადღებას და არც თქვენს სივრცეში ყოფნას. შესაძლოა აქ იყოს ერთგვარი აწონ-დაწონვის მომენტები იმისა, თუ ვინ იმსახურებს საერთოდ თქვენს ირგვლივ მყოფნას და ვინ არ იმსახურებს. და იცით, ხანდახან ეს ნამდვილად ტკივნეული და არასასიამოვნო არის. მაგრამ აი
შესაძლოა მოგიწიოთ კონკრეტული ადამიანის ან კონკრეტული ადამიანების გაშვება. და იცით, გაშვებაში მე არ გულისხმობ იმას, რომ აუცილებლად კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაცია და ურთიერთობა უნდა გაწყვეტოთ, ხო? რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ ემოციურ დონეზე მოგიწევთ რაღაცებზე დაფიქრება და შეგუება იმის მიმართ, რომ კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები უბრალოდ არ შეიცვლებიან და აღარ იქნებიან თქვენს რეალობაში. ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, ვინ არის ეს ადამიანი და რა ენერგიებით, ვიღაცისთვის ეს არის ყოფილი პარტნიორი, ყოფილი მეგობარი, ყოფილი ამხანაგი, ვის მიმართაც გულის სიღრმეში რაღაც ესეთი იმედები ჩარჩა, რომ იქნებ შეიცვალოსო, ან იქნებ ისეთი არ არის, როგორც მგონიაო. მაგრამ რეალურად თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ხოლმე ვინ არის თქვენს რეალობაში, კარგად შეგრძნობთ ნამდვილად, იმიტომ რომ ძლიერი ინტუიცია გაქვთ და ამავდროულად საკმაოდ ძლიერი ხართ იმისათვის, რომ არ შემოუშვათ უღირსი ადამიანები თქვენს სივრცეში. კარგით, გარდა ამისა, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ნახოთ აბა. პირველ რიგში ამ აპათიური მდგომარეობიდან, რომელიც კვირის დასაწყისში გექნებათ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოხვალთ და გაძლიერდებით. და ასევე ხმლების რაინდი და ხმლების 10-იანი, ხმლების 5-იანი, პენტაკლების პაჟი და არკანი მზე. მეგობრებო, ხმლების ენერგიები დომინირებს ძალიან. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული ადამიანების გაგდებაც კი შეიძლება მოგიწიოთ თქვენი რეალობიდან, ვისთანაც ახლა ამ ეტაპზე გაქვთ კომუნიკაცია. თუმცა გავიმეორებ, რომ ეს აუცილებელი არ არის, უფრო თითქოს წარსულიდან ხედავ რაღაც იმედები ჩაგრჩათ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით და შეხედეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რაღაც არის სასიამოვნო აზრები და არის სასიამოვნო მდგომარეობა შეიძლება იყოს კვირის დასაწყისში, გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, თანაც ბევრად უფრო ძლიერი გამოხვალთ, რა თქმა უნდა, და გარდა ამისა, აქ ამოვიდა პენტაკლების პაჟი და არკანი მზე. აქ თქვენ გელოდება ძალიან დიდი შინაგანი ძალა, მოტივაცია და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, თუ როგორც იწყება კვირა, კვირის ბოლოს ძალიან სასიხარულო ენერგიებში იქნებით, თავს საკმაოდ ბედნიერ პიროვნებად იგრძნობთ და ფინანსების კუთხითაც რაღაც გარკვეული სიახლეები იქნება დიდი ალბათობით. რაღაც დადებითი სიახლეები. და რაღაც ნეგატიური ეტაპი, რადგანაც ხმლების 10-იანი ამოვიდა, რაღაც ნეგატიური ეტაპი, რაღაც ნეგატიური აზრები თქვენს გონებაში, ამ ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება სამუდამოდ. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ხნით, როგორც მინიმუმ, ხო? იმიტომ რომ აქ ხედავ აი ამ რაღაც ნეგატიური შინაგანი პროცესების დასასრულს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და თქვენთან ამოვიდა არკანის შეყვარებულები. პირველ რიგში შესაძლოა რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეთ მეორე ვარიანტი და პირდაპირ გეუბნებით რა არჩევანიც უნდა იყოს. აირჩიეთ საკუთარი თავი, ის რაც თქვენ გულით გსურთ და ის რაც თქვენ გულით გიყვართ, რასაც არ უნდა იხებოდეს, პატარა მიმართულებას გაძლევთ და სხვა დანარჩენი ახლა დავამატებ არკანებს და გავავრცობ უკეთესად. ნახოთ აბა რა არის მეორე ვარიანტს 2 იმისიდან 8 იმისის ჩათვლით. არკანი ხმლების 8-იანი, პენტაკლების 3-იანი, არკანი განდეგილი, არკანი კვერთხების პაჟი და ხმლების 6-იანი. აქ აშკარად ჩანს კონკრეტული სიტუაციის დატოვება. ძალიან დიდი შანსი აქ იყოს რაღაც გარკვეული კარიერული თუ სამსახურეობრივი ცვლილებები. თითქოს რაღაც კონკრეტული სიტუაცია არის, რაღაც ისეთი ვითარება გარემო არის, რომლიდანაც ვერ მიდიხართ ამა თუ იმ მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს გავიმეორებ როგორც მაგალითად რაღაც ოჯახური სიტუაციები, ასევე შეიძლება იყოს ელემენტარული სამსახურის გარემო, უფრო რატომღაც მგონია რომ რაღაც სამუშაო გარემოსთან გვაქვს კავშირი.
და თქვენ დატოვებთ თქვენთვის არასასიამოვნო სიტუაციას, მაგრამ დატოვებთ არა ნეგატიური ემოციებით, არამედ პირიქით დადებითი ემოციებით. და რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ აქ ვეხებით სამსახურის ასპექტებს, აქ იქნება რაღაც დადებითი კარიერული ცვლილებები, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად ან დაწინაურება, ან სამსახურის შესვლა, ან ფილიალის შესვლა როგორც მინიმუმ, ხო? და საბოლოო ჯამში აქ მე ვხედავ რაღაც ახალ მოლაპარაკებებს, ახალ კონტრაქტებს, ახალ გასაუბრებებსაც. შესაძლოა კონკრეტულ ადამიანთან შერიგებაც იყოს, თუმცა ეს უმეტესობასთან არ რეზონირდება. უმეტესობასთან რეზონირდება როგორც კარიერული ცვლილებები კონკრეტულ ადამიანთან ან კონკრეტულ ადამიანებთან შეთანხმების მოლაპარაკებების მეშვეობით. რაც შეიძლება იყოს ელემენტარული უბრალოდ გასაუბრებაც, ხო? დავუმატოთ, უკაცრავად დავუმატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა ელის მეორე ვარიანტს 2 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით. არკანი ქურუმი კაცი. უფროსი არკანი უკვე მესამე ამოვიდა, არკანი შეყვარებულები, არკანი განდეგილი და არკანი ქურუმი კაცი. მეგობრებო, სამი უფროსი არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზედაპირული შეიძლება ჩანდეს რაღაც გარკვეული პროცესები რეალობაში, რეალურად საკმაოდ სიღრმისეული იქნება თქვენს მენტალურ მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმას, რომ კვირის ბოლოს აუცილებლად გააკეთებ ძალიან საინტერესო და ძალიან შემეცნებით დასკვნებს საკუთარ რეალობასთან და საკუთარ თავთან დაკავშირებით. შეძლებთ რომ უკეთესად გაიცნოთ ზოგადად საკუთარი თავი ნამდვილად და იცით, აქ შესაძლოა მოულოდნელად გამოვიდეს კონკრეტული მამაკაცი თქვენთან კონტაქტზე, ძალიან დიდი ალბათობით თქვენზე უმცროსი. ეს შესაძლოა იყოს როგორც ვიღაც მეგობარი ან ამხანაგიან კოლეგა, ასევე ვიღაც ყოფილი პარტნიორი ან ვიღაც მსგავსი, ხო? მაგრამ ეს იქნება ძალიან მოულოდნელი და თითქოს ეს ადამიანი რაღაცას შეგახსენებთ საკუთარი თავის შესახებ თქვენთვისვე მოულოდნელად. ხვდებით, ხო? სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უხრმესი მადლობა, წარმატებები და